ბოლო წლებში ვეიპინგი აშშ-ში ახალგაზრდებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. როგორც გემოს მრავალფეროვნების, ისე მარკეტინგის გამო, რომელიც მიმართულია წარმოჩენაზე იმისა, რომ ელექტროსიგარეტი თითქოს და ნაკლებად მავნე ალტერნატივაა. რაც ექიმებში აღელვებას იწვევს, რომლებიც ვეიპინგის ორგანიზმზე ზემოქმედებასთან დაკავშირებულ საფრთხეს აღნიშნავენ. ნებრასკის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, 13-დან 17 წლამდე მოზარდების შარდში, რომლებიც ვეიპს რეგულარულად ეწევიან, მძიმე ლითონები აღმოაჩინეს. მათ შარდში, ვინც ელექტროსიგარეტს რეგულარულად მოიხმარს, ყვის მაღალი დონე აღმოჩნდა. უფრო მაღალი იყო ვიდრე მათში, ვინც დრო და დრო ეწეოდა. ზოგ შემთხვევაში ვეიპსა და შარდში ურანის შემცველობასთან კავშირი შეინიშნებოდა. რეგულარულ მომხმარებლებთან მეცნიერებმა ის მოზარდები მიაკუთვნეს, ვინც ელექტროსიგარეტს დღეში სულ მცირე 8-ჯერ მოიხმარს. კვლევამ აჩვენა, რომ მათ შარდში 30%-ით მეტი ტყვიაა და 2-ჯერ მეტი ურანი აღმოაჩინეს, მათთან შედარებით, ვინც ვეიპს დრო და დრო მოიხმარს. ამას გარდა ლითონების მომატებული შემცველობა აღმოაჩინეთ კერძოდ ურანის, მათში, ვინც უფრო ტკბილ არომატებს ან მენთოლის გემოს ეძალებოდა. კვლევაში 200 მოზარდის მონაცემი გამოიყენეს. ავტორებმა საკონტროლო ჯგუფი არ ჩასვეს. ის ადამიანები, ვინც ვეიპს საერთოდ არ ეწევან. მიღებული შედეგი არ ამტკიცებს, რომ ვეიპინგი მომწამლელი ლითონების დაგროვებას იწვევს, თუმცა მონაცემები მღელვარებას იწვევს და მეცნიერების წინა ნამუშევრებს ეთანხმება, რა დროსაც ელექტროსიგარეტის აეროზოლებში და მომხმარებლებში მავნე ნივთიერებები აღმოაჩინეს. ეს მონაცემები რამდენიმე დათქმით უნდა აღიქმებოდეს. პირველ რიგში დროის მხოლოდ ერთ მონაკვეთს მიეკუთვნება და აუცილებელი არ არის, რომ ხანგრძლივადიან დინებას ასახავდეს. წინა კვლევებმა, რომლებიც ამავე მონაცემებს განიხილავდა, კადმიუმი და ტყვია აღმოაჩინა და არა ურანი. ასე რომ მთლიანობაში საინტერესო ნამუშევარია, რომელიც აჩვენებს, რომ შესაძლოა ვეიპინგთან დაკავშირებით და ლითონების ზემოქმედებით არსებობს მომატებული საფრთხე. ეროვნული გამოკითხვის თანახმად, რომელიც 2023 წელს ჩატარდა ახალგაზრდებს შორის უფროს კლასელების 10% ელექტროსიგარეტს ეწევა რეგულარულად. ელექტრომწეველების უმეტესობა 90% სურნელოვან ნაწარმს ირჩევს. Подавляющее большинство электронных курильщиков, 90%, предпочитают продукты с ароматизаторами. ნებრასკის უნივერსიტეტის კვლევისას მოსწავლეთა შარდში აღმოჩენილი ტყვია და ურანი ცნობილია ადამიანის განვითარებაზე მავნე ზემოქმედებით. რაც უფრო ხშირად იყენებდნენ ვეიპს, მით უფრო მაღალი იყო შარდში ტყვის დონე, რაც არ ნიშნავს იმას, რომ დონე მომწამლელი იყო, ან კლინიკური მნიშვნელობა გააჩნია. მაგრამ დაავადებათა მართვის ცენტრი და სხვა სამედიცინო უწყებები აცხადებენ, რომ ტყვის ნებისმიერი ზემოქმედება მავნეა. ურანთან დაკავშირებული მდგომარეობაც აღელვებას იწვევს. ამ შემთხვევაში ბევრი რამ ნათელი არ არის, ვინაიდან პერიოდულად და ხშირ მოხმარებასთან კავშირი მკვეთრად პირდაპირი არ ყოფილა, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. სტატისტიკურად მნიშვნელოვანია და შემდგომ კვლევას საჭიროებს. ენდრიუ კუოჩერის მოსაზრებით მიღებული მონაცემი აღნიშნავს პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობას საზოგადო ჯანდაცვის ფარგლებში, რომელიც მიმართულია ვეიპის გამოყენების შეზღუდვაზე მოზარდებსა და ბავშვებში. ვინაიდან ბავშვის ტვინი უფრო პლასტიკურია და შედეგად მძიმე ლითონების მიმართ უფრო მგრძნობიარე. Алексей Горбачев, Сергей Дагатарь специально для программы «Детали».